მოგესალმებით, თქვენ უკვე ძალიან მაგარ ვიდეოს. M4-ის ვიდეოს გადაღება ცოტა დაგვიგვიანდა, მაგრამ ამას თავისი მიზეზი აქვს. Lux Auto უნდა განვითარდეს, უნდა გაფართოვდეს და გადადის ავტოგრაფში. იქ რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და ზუსტად აი აქ მოვყევით ჩვენს. ველოდებოდით, როდის დაალაგდებოდა ყველაფერი და მიმდინარეობს ეს პროცესები. ანუ ეს ორი ბრენდი უნდა გაერთიანდეს და ავტოგრაფის ტერიტორიაზე იქნება Lux Auto-ც და ავტოგრაფიც. ამ ვიდეოში ძალიან ბევრ სიახლეს მოგიყვებით. ბევრ სიახლეს ნახავთ თუ რა გეგმები გვაქვს 20-25 წლის სეზონისთვის. დაგეგმილი. ყველაფერს მოგიყვებით, ძალიან დახუნძლული წელი უნდა იყოს, გადატვირთული წელი უნდა იყოს, მაგრამ ძალიან მაგარი წელი გამოვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიახლე უნდა შემოგთავაზოთ და მოგიყვებით ყველაფერს ამ ვიდეოში. ასევე 20-25 წლის კიდე ერთი ავტომობილი უნდა შევიძინოთ და როგორც დაგკვირდით, საწვავიც უნდა გავათამაშოთ ამ ვიდეოში. ყველაზე მთავარი, რატო ვიმყოფები Lux Auto-ში? იმიტომ რომ ბევრი უნდა გელაპარაკოთ M4-ზე. თქვენ გახსოვთ, რომ M4 შევიძინეთ drag racing-ისთვის, თქვენ გახსოვთ, რომ დამცავი ფირი ქონდა ცხვირზე გადაკრული და ასევე გვინდა რომ გავალამაზოთ ეგ მანქანა. ეხლა შევალთ, ნახავთ თუ რა პროცესში არის M4, მაგრამ ამ ვიდეოში რა თქმა უნდა დასვლებულ M4-საც განახებთ. შევიდეთ და ნახოთ რა მდგომარეობაში M4 და როგორ მიდის ამ მანქანის გალამაზება. ჩვენ გვაქვს ესეთი ხედვა, თუ ავტომობილს ვიყენებთ ბოლიდად, ანუ შეჯიბრებებზე უნდა ვიაროთ, გვინდა რომ განსხვავებული და ეს სპორტული მანქანის ვიზუალი ქონდეს და ბევრი სტიკერები ქონდეს. ისედაც უნდა დავაკრათ სტიკერები ჩვენი სპონსორების და გვინდა რომ ლამაზად იყოს და უბრალოდ სპონსორის სტიკერი არ იყოს მიტყებებული. ამიტომ ჩვენ ავტოსთან მოვედით, რაღაც დიზაინი გვაქვს შერჩეული, გვინდა რომ Mustang და M4 იყოს გამორჩეული, ლამაზად დაბრენდილი და დღევანდელ ვიდეოში მოდი ვილაპარაკოთ M4-ზე, იმიტომ რომ ძირითადად M4-ზე არის სასაუბრო. ელოდებოდით ყველა ძალიან დიდი ხანი და ეხლა განახებთ თუ რა დიზაინი შევარჩიეთ. მოკლედ, ეს დიზაინი შევარჩიეთ. ეს არის ოფიციალური დიზაინი, იმიტომ რომ ბევრს შეხვდებოდათ უკვე ვისაც BMW-ები გიყვართ ხოლმე, რა თქმა უნდა, ამ დიზაინით M4 უკვე ნანახი გეყოლებოდათ. ჩვენ ოდნავ შევცვალეთ, ეს არ არის თავიდან ბოლომდე ჩვენი მოგონილი, თუმცა ძალიან რთული არის ამ დიზაინის აწყობა. ჩვენ ეხლა რაღაც სურათს ვერ ამოვიღებდით და პირდაპირ რაღაც M4-ს ვერ დავაკრავდით დაგვეჭდელს. ამაზე მოგვიწია სათითაოდ მუშაობა. სათითაოდ ეხლა ავტო უკეთესად გვეტყვის დაგვიცის. თუ რა სირთულეებს წააწყდა? ხო, ანუ იდეაში ეს დიზაინი მთლიანად კუბიკებად გვაქვს აწყობილი, აი ნახეთ, ეს სათითაო ობიექტი გვაქვს შემოტანილი და მაგის მიხედვით არის აწყობილი და მაქსიმალურად არის მიმსგავსებული ამ დიზაინთან. ნუ გვაქვს ჩვენი ჩარტოებიც რაღაცეები გარკვეული, თუმცა მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ მსგავს დიზაინი მიგვეღო და მთლიანობაში გამოვიდა აი ესეთი დიზაინი, რომელიც ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი იქნება. არა, ძალიან ეფექტური იქნება. მართლა ეფექტური იქნება. პატარა რაღაცები შევცვალეთ, ახლა ის ოფიციალური რაც არის, წინ თეთრი ქონდა ცხვირი, მაგრამ M4-ის გამოხედვა ერთად ვიმსჯელეთ, აი სამივემ, გიოს ახლა რო იღეს, ერთად ვიმსჯელეთ და გვინდოდა რომ M4-ის ის ბრუტალური გამოხედვა არ დაგვეკარგა. ამიტომ თეთრი ფერი ცხვირიდან ამოვაგდეთ, მათი შავი გავხადეთ ცხვირი, ანუ ძირითადად ეგ იყო სხვა გადაკეთებული. ეს ყველაფერი სათითაოდ ეხლა რო განახათ ავტომატ, ყოიჩალიჩა ყველაფერი და ანუ მე მგონი ზუსტად ეგეთი გამოვა და რაც გვინდოდა ისეთი იქნება. ხო იქნება. რაც მთავარი იქნება ზუსტად და რაც მთავარია M-ის ფერები გვაქვს გამოყენებული ამ დიზაინში, ანუ კოდები თავიღეთ და გადავიტანეთ დიზაინში, რომ ზუსტად იგივე შედეგი მიგვეღო, რაც გვაქვს მთლიანად მოცემულ დიზაინში. ჩვენი ზღადაგვრჩენია დავიწყოთ მაგის კეთება და ხალხიც ელოდება. ხალხი ამ ვიდეოში კი ნახავს, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი ხანია ველოდებით და ავტო ძალიან დიდი ხანია ამაზე მუშაობს და როდის შეგვიძლია რომ დავიწყოთ? შეგვიძლია ახლავე გავუშვათ ბეჭდვაზე და გავუშვათ მაშინ. ჩვენიერი. ძალიან მზად ვართ. დავიწყოთ.
ორი წამის წინ რაც ვახსენეთ, აი ესეთი მატოვის შავი იქნება ცხვირი, ანუ ის ადგილები, სადაც ფირი არ ეკრობა და უნდა გამოჩნდეს, აი ჩვენ აი ესეთი შავით დავფარეთ ეს უმაგრესი ფერი. ნუ სამწუხაროდ მოგვიწია ამ ფერის დამალვა, არა და ნუ ამ ფერისთვის ხალხი ერთმანეთს ხოცავს, რომ ესეთი M4 იყიდონ, იმიტომ რომ აი ამ ფერს რო ხედავ, ესე იგი გაძეძგილია ნავაროტკებით ის M4. ჩვენთანაც ზუსტად იგივენაირად არის ამ ფერის მანქანას, და თავის კარბონ კერამიკით, თავის იმ სპორტული სკამით და ერთი სიტყვით რაც შეიძლება გქონდეს ყველაფერი აქვს. მაგრამ ვინაიდან ჩვენ ბოლიდად ვაწყობთ ამ მანქანას და შეჯიბრებებში უნდა მიიღოს მონაწილეობა, გადავწყვიტე რომ მთლიანად ახალი დიზაინით დავბრუნდოთ. ანუ რას ნიშნავს ეგ? ცხვირი აქ რაღაც ადგილები გამოჩნდება შავად და საბაზისოდ, ანუ მთლიანად შავი უნდა ყოფილიყო. აქეთ მხარეს შავი აღარ გჭირდებოდა, იმიტომ რომ მთლიანად უნდა შეიფუთოს იმ ახალ დიზაინში, რომელიც ავტომ განახათ ახლა ჩემთან ერთად. და დისკებიც არ გამოგრჩებოდათ. ამ დისკებზე ბევრი მაქვს სალაპარაკო. ეს ერთ-ერთი სიახლეა, რომელსაც მოისმენთ ამ ვიდეოში და დისკებზე უკვე დასრულებულ მანქანასთან ვისაუბრებ. სანამ ჩვენი M4 ლამაზდება, ეხლა დრო არის უკვე რომ მოგიყვეთ თუ რას ვაპირებთ ახალ სეზონზე. ახალი სეზონი ნიშნავს, რომ 20-25 წლის გეგმები უნდა გაგაცნოთ. ამას ყოველთვის სიამაყით გიყვებით ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცებს რომ დავგეგმავთ ხოლმე, გვინდა რომ გაგახაროთ და აი ძალიან ბევრი რაღაც გვაქვს დაგეგმილი და დეტალურად მინდა აგიხსნათ თუ რას ვაპირებთ. მოდი ისევ ცოტა ხნით შეჯიბს დავუბრუნდები, ვინაიდან ორი ბოლიდი ყავს, ერთი არის Mustang Drift Car და ერთი არის რა თქმა უნდა M4, რომელიც კეთდება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დინარაძე მიიღებს drag racing-ზე მონაწილეობას და მე რა თქმა უნდა უბრუნდები ისევ დრიფტს. ნუ დრიფტს დაუბრუნდი, მაგრამ ეხლა უფრო ხშირად უნდა ვიარო დრიფტის შეჯიბრებებზე. მე გადავწყვიტე, რომ საქართველოს ჩემპიონატს ისევ შემოუერთდე, დაუბრუნდე იმ დრიფტში, სადაც დავიწყე დრიფტი და ზოგადად ჩემი კარიერა და რა თქმა უნდა Mustang-ით ვაპირებ მან. Mustang-ის დიზაინი შეიცვალა, წელს უკვე ახალი დიზაინი წარსდგება თქვენს წინაშე და მაგაზე უკვე მომდევნო ვიდეოებში განახებ თუ როგორ გადავუბრუნდეთ ეგ მანქანა, როგორ ვემზადები და ასე შემდეგ. რაც შეეხება M4-ს, M4-ის მიიღეს მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატზე ოღონდ drag racing-ში და რა თქმა უნდა ჩვენ შეჯიბრებებსაც რო ჩავატართ, იქ ნახავთ ორივე ავტომობილს, Mustang-საც და M4-საც. ეხლა რა ხდება? მან დამთავრდება ყველაფერი. ვინაიდან მე გადავწყვიტე, რომ ყველა ეტაპზე უნდა ვიარო და შედგება საქართველოს ჩემპიონატი 5 ეტაპისგან, ანუ დრიფტის 5 ეტაპი უნდა ვიარო. მე მჭირდება ერთი დიდი ავტომობილი, ერთი დიდი პიკაპი მჭირდება, რომ ამ შეჯიბრზე ჩავაბა პრიცეპზე დავდო ეს Mustang-ი და ეგრე ვიარო ხოლმე შეჯიბრებებზე. და რატო? ადრე, როდესაც ვიღებდი მონაწილეობას შეჯიბრებებზე, მყავდა ეგრე ზუსტად იგივე კომპლექტაციით, ერთი ჯიპი მყავდა თავისი პრიცეპით და ზევიდან უკვე E36 მედო ხოლმე მაგ პრიცეპზე. ვინაიდან მე შევეშვი დიდი ხანია დრიფტს, ეს ჯიპი გავყიდე, ეს პრიცეპი დამრჩა, ის მანქანაც გავყიდე და ერთადერთი პრიცეპი დამრჩა, რომელიც ჯერ კიდევ გაფუჭებული არის, თავის სადღაც აგდია ბუჩქი ამოსული ზევიდან მაგ პრიცეპზე. მაგ პრიცეპს გავალამაზებ, ზევიდან გადავასხავ ისევ კრასკადე დაჟანგ და დედაეტია, წარმოგიდგენთ 8 წელი იდგა მზის ქვეშ და თოვლის და წვიმის ქვეშ. მაგას გავაკეთებ. Mustang-იც უკვე არის, Mustang-ი შეგვიძლია ზევიდან დავდოთ. ეხლა გვაკლია მანქანა. ამ ვიდეოში განახეთ თუ რა მანქანას ვყიდულობთ. ნუ შერჩევაზე წავალთ, რა თქმა უნდა, კავკასიის ავტოიმპორტში და იქ უკვე შევარჩეთ ჩვენთვის საჭირო ავტომობილს. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ დრიფტის და დრაგის საქართველოს ჩემპიონატზე მონაწილეობას ვაპირებთ და მე პირადად ძალიან მჭირდება ეგ მანქანა, იმიტომ რომ ეს დრიფტის მანქანა მაინც ბოლიდია, დაშლილია და ქალაქში გადაადგილებას არ შეიძლება და აუცილებლად პრინციპი მჭირდება, იმიტომ ევაკუატორით სიარული წინ და უკან ძალიან რთულია, იმიტომ იქ როდესაც უცებ გჭირდება რაღაცის ჩაწყობა, ამოღება, წასვლა, გადაყვანა ამ მანქანის სადღაც, აი გახარ და ელოდები ევაკუატორს, როდის მოვა, იქ მიმიყვანე, გამომიყვანა, ძალიან რთულია. მაგრამ მაგასაც რო თავი დავანებოთ, კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, რისთვისაც გვინდა გამოვიყენოთ ის დიდი ჯიპი, ანუ პიკაპი. ნუ აქცენტი გვაქვს პიკაპზე, იმიტომ რომ უკან საბარგულში ბევრი რაღაც უნდა ჩავდოთ. კიდევ ერთხელ სიამაყით წარმოგიდგენთ ჩვენ გეგმებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავუბრუნოთ საქართველოს ტური. საქართველოს ტური ისიც, რომ ადრე ჩვენ ჩამოვიყვანეთ ორი ავტომობილი, რომელიც დავბრუნდეთ და სხვადასხვა ქალაქებში და რეგიონებში დავდიოდით ამ მანქანებით, რომ გვენახა ჩვენი გამომწერები, სურათები გაგვეცნო ერთმანეთი, ეს მანქანები გვენახებინა მათთვის და ასე შემდეგ. მაგრამ ოდნავ ფორმატი შევცვალთ. მთელი ავტოპარკით უნდა ვიაროთ სხვადასხვა ქალაქებში. ჩვენ ავტოპარკში გვგულისხმობ Corvette, GTS,
M4-ს იმ ახალ მანქანას რომელსაც ვიყიდით და ვეცდები, მე ყველანაირად ვეცდები, რომ სადმე პრინციპით Mustang-იც ჩავაბათ და ეგეც ჩამოვიყვანოთ. ანუ ბოლომდე არ ვიცი, მაგრამ ვეცდები ყველანაირად. ეს დიდი მანქანა შეჯიბრებზე რომ გამოგვადგება ერთია, მაგრამ აქ ვინაიდან ჩვენ მივწერთ სრული ავტოპარკით და ასევე რამოდენიმე მეგობარი შემოგვიერთდება, დაახლოებით 6-7 მანქანით დავიწყებთ აი ამ ტურს. საკმაოდ ბევრი მანქანა იქნება და საკმაოდ ბევრი ბარგი გვექნება. ზუსტად ამ ბარგისთვის შეჯიბრზე თავი დავანებოთ, ეს პიკაპი იმიტომ დავჭირდება, რომ ეს ჩვენი ბარგი, ინვენტარი, საჩუქრები ჩავალაგოთ უკან და ეს ერთი დიდი ჯიპი გჭირდება, რომ ინვენტარი წავიღოთ ყველგან. რაც შეეხება საჩუქრებს, ჩვენ ამ საჩუქრებს რა თქმა უნდა დავასაწყობებთ, აი იმ პიკაპში უნდა ჩავალაგოთ ყველა რეგიონში, სადაც მოვალთ ხოლმე, აი ქალაქებში. მაგას ყველაფერს მე დეტალურად უკვე რომ დავიწყებთ მაგ ტურზე საუბარს, გეტყვით სად ვაპირებთ ჩასვას, კალენდარი დაიდება და თქვენს გეცოდინებათ სად ჩამოვალთ. ეს საჩუქრები უკვე მაისურის გადაგდება ტრადიციად იქცა და რა თქმა უნდა ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს მაისურები წამოვიღოთ ხოლმე და თქვენ გაჩუქოთ. ასევე ჯოები, ჰელები და რაც იქნება შეიძლება სტიკერებიც დავამატოთ და ასე შემდეგ სუვენირები ჩვენგან სამახსოვროთ. რაც შეეხება შეჯიბრებებს, კალენდარი უკვე შედგენილია. საქართველოს ჩემპიონატის შეჯიბრებების კალენდარიც შედგენილია და რა თქმა უნდა უხეში დრაგის კალენდარიც ვიცით. ანუ თარიღი ვიცით. 29 ივნისს არის ჩანიშნული. წინასწარი კალენდარი არის 29 ივნისი, მაგრამ თუ რაღაცა მოხდა და ეგ თოვლი წამოვიდა ივნისში და რაღაცა მიწისძვრა იყო, გვაქვს იმის საშუალება, რომ ერთი კვირით გადავდოთ, მაგრამ ვინც ელოდებოდით ჩვენ შეჯიბრს, 29 ივნისს ჩატარდება drag racing-ი და მან ძალიან მაგარი სიურპრიზი გვაქვს თქვენთვის. მაგაზე უკვე როცა მიუახლოვდებით შეჯიბრს, სხვა ვიდეოში აგიხსნით თუ რა სიურპრიზი გვაქვს თქვენთვის მაყურებლისთვის. უხეშ დრაგს რაც შეეხება, M4 მარტო უხეში დრაგისთვის არ არის, რაც კი drag racing-ი ჩატარდება, ყველგან მიიღებს მონაწილეობას M4, ანუ ყველა drag racing-ზე. როგორც მე მაგალითად შეიძლება ჩვენ უხეში დრიფტის ჩავატარო და რა თქმა უნდა ჩვენ შეჯიბრზე ჩემივე Mustang-ით გამოვალ, მაგრამ გეგმაში მაქვს, რომ საქართველოს ჩემპიონატში, რომლის გახსნაც არის აპრილში, მივიღო მონაწილეობა პირველი ეტაპიდან ბოლო ეტაპამდე. ეს სირთულეებს წარმოადგენს ზოგადად, ვინაიდან ჩვენ ძალიან გადატვირთული პერიოდი გვაქვს და მოსამზადებლად დრიფტისთვის ძალიან მიჭირს ხოლმე, პირდაპირ ვიძახი, მაინც გამოვალ ყველა ეტაპზე. ეხლა კარგად მივიღებ მონაწილეობას, რომ ცუდად ეგ უკვე გამოჩნდება, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის დრიფტში და დრაგში მივიღოთ მონაწილეობა და რა თქმა უნდა უხეშ drag racing-ზეც ორივე მანქანა იქნება და შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას გიორგი მდინარეზე, თავისი M4. ეს იყო დამატებითი გეგმები, რომელიც უნდა მომეყოლა თქვენთვის და რომ იცოდეთ თუ რას ვაპირებთ 20-25 წელს, მაგრამ test drive-ები თავისთავად ეს test drive-ები არ გაჩერდება, test drive-ს ყოველთვის დავდეთ ხოლმე საინტერესო მანქანებს გადავიღებ და შემოგთავაზეთ, პლუს მაგას დაემატა შეჯიბრებები, დაემატა საქართველოს ტური და ასე შემდეგ. ყველაფერზე ვცდილობთ, რომ ისე გავაგზავნოთ და რაც შეიძლება მეტი პროექტი და ვიდეო შემოგთავაზოთ. ეხლა რამოდენიმე დღით M4-ს დავტოვებთ, იცით რომ 1 საათში ეგ მანქანა ვერ დაიბრენდება. ჩვენ ისღა დაგვშენია, წავიდეთ ეხლა კავკასიის ავტოიმპორტში, რომ შევარჩიოთ სასურველი პიკაპი. რომ გამოვიყენოთ დრიფტზე, შეიძლება დრაგზეც გამოვიყენოთ და რა თქმა უნდა ტურისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ეგ მანქანა, რომ ჩვენი ბარგი ვატაროთ ხოლმე. წავიდეთ, შევარჩიოთ პიკაპი, მერე დაველოდოთ და ის პიკაპიც, მაგრამ მოვხოდოთ, გავალამაზოთ და აი როგორც ჩვენ გვჩვევია, უხეში მანქანებით დავიპყროთ ეს სეზონი. წავედით. ამ შენობას თუ ხედავთ, უკვე იცით რა შეა საქმე, იმიტომ რომ კავკასიის ავტოიმპორტის კოპარტ ლაუნჯში ვართ მოსულები. აქედან თუ რამეს ვწერთ, ესე იგი მანქანას ვყიდულობთ. ცოტათი ფორმატის შეცვლა გადავწყვიტეთ და გეტყვით რატომ. ვინაიდან ჩვენ ყველანაირი ნაბიჯები განახეთ, თუ როგორ უნდა შეიძინო მანქანა, როგორი დაზიანებით, რა რისკებით არის, როგორ ხვდებით, როგორ იხსნება კონტეინერი, როგორ ჩამოდის, თბილისამდე როგორ ჩამოყავს, როგორ უნდა გააკეთო ეგ ყველაფერი, რომ გადავღეჭეთ, ეხლა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ თვითონაც პატარა სიურპრიზი მოვიწყოთ. ეხლა რობოტთან შევალთ და შიგნიდან გეტყვით თუ რას ვაპირებთ. გარეთ მაინც მოძრაობა და წყნარად მინდა წესიერთ აგიხსნათ თუ სიურპრიზში რას გულისხმობ. ფორმატის შეცვლაში რას გულისხმობ. ჩვენ რობოტს აუხსნით თუ როგორი ავტომობილი მინდა, კონკრეტულად არ ვეტყვი აი ეს მინდა, მაგრამ რამოდენიმე ვერსიას ვეტყვი აი აქედან რამე ავარჩიოთ, მე უკვე რობოტ უნდა აარჩიოს ეს ყველაფერი. ასევე დაზიანებას არ ვნახავ, მინდა რომ აი აქ თბილისშიო ჩამოვა ეგ მანქანა, პირველად ვნახო ის დაზიანება, რა დაზიანებითაც ჩამოვა ეგ მანქანა. ასევე მოდელი უკვე როგორც გითხარით და ფასი
ფასიც რა თქმა უნდა რაღაც ბიუჯეტი გვექნება, მაგრამ არ ვკითხავთ იქამდე სანამ მანქანა აქ არ ჩამოვა თუ რამდენად იყიდის მაგ მანქანას. ანუ ყველაფერი ეს სამი საფეხური მინდა რომ რაღაც სიურპრიზად იყოს, რომ თქვენთვისაც განსხვავებული იყოს და ჩემთვისაც, იმიტომ რომ ის მომენტი რომ მანქანას ელოდები და შენ თვითონ არის რა ჩამოდის, რავი, ძალიან საინტერესო უნდა იყოს. კიდევ ერთხელ გამომეორდები, ჩვენ ყველანაირი ვერსია გადავღეჭეთ, ჩვენ მაყურებელს, ანუ თქვენ განახეთ, როგორ უნდა იყიდო, რანაირად უნდა იყიდო, რამდენი ხანი ჭირდება დრო ჩამოსვლას, გაკეთებას რა დრო ჭირდება და აი რა დაზიანებით და რა რისკებთან შეიძლება მოგიწიოს შეხება, ეგ ყველაფერი გავიართ. ამიტომ ეხა ეგ რისკები და პროექტები აღარ გვინდა. პირდაპირ სიურპრიზად ეხა ავალ რობოტს და ვეტყვი, აი ამ მანქანებიდან შენი გემოვნებით აარჩიე, შენ შეხედე რომელი არის საჩვენო, უხეშ არხს რომ მოუხდეს და მაგის მიხედვით რომ შეიძენს მაგ მანქანას, ანუ რამდენიც დაჭირდება დრო, 2 თვე დაჭირდება, 3 თუ 4 თვე დაჭირდება, მაგას ერთად გავიგებთ, რომ ჩამოვა პირველები, ანუ პირველად მაგ მანქანას ნახავთ სადგომზე. რობოზე ვითარი უკვე შეგვიძლია ავიდეთ და გავესაუბროთ და ავარჩევინოთ ავტომობილი. ჯერ ჰელი ჩამოვიდეთ. სალამი კიდევ ერთხელ, კარგად შენ? გაგხარგია. ერთი ცივი ჰელი ამოვიტანე მაინც. ესა იგი პირდაპირ საქმეზე გადავიდე, შენ კი გისმენთ უკვე ჩვენი აუდიტორია. წელს ამ ვიდეოში ავხსნიდი უკვე, იმიტომ რამოდენიმე ვიდეო გაერთიანებული. ანუ ცალკე პროექტად აღარ ვიღებთ ეხა რაც სასყიდულობს და ფორმატის შეცვალა ცოტათი. ფორმატის შეცვალში გულისხმობ იმას, რომ ვინაიდან ჩვენ გადავღეჭეთ ჩამოყვანები მანქანის, რა მოვიფიქრეთ. გვაქვს ბიუჯეტი $30,000. გვაქვს გეგმა, რომ საქართველოს ტურს ვარქმევთ ისევ რამოდენიმე მანქანით, მთელი სრული ავტოპარკი და კიდე ჩვენი 1-2 მეგობარი დაგვემატება და მაგით გვინდა რომ სხვადასხვა ქალაქებში ჩავიდეთ, მიმოგზაუროთ და პლუს მაგას ჩემი მუსტანგი, ანუ დრიფტში ხო დავბრუნდი ისევ შენ კი იცი და ხალხმაც იცის, ანუ დრიფტში რომ მოვბრუნდი უკან ძველი პრინციპი მქონდა, რომელთაც დავდიოდი ხოლმე ეს მანქანა ჩემი BMW დამყავდა ხოლმე. ეგ პრინციპი დამჩა ისე, ვერაფერს ვერ ვაბავ, ანუ ვერაფერს საერთოდ. ეს მუსტანგიც უკვე მყავს, რომ ამ პრინციპზე დავდო და მანქანა არ მყავს, რასაც ჩავაბავ ამ პრინციპს. ასევე ეს 6-7 მანქანით რომ წავალ სხვადასხვა ქალაქებში ეს ინვენტარი რომ სადმე ჩავდოთ, არც ეგ არ გვაქვს და გვინდა სპორტული მანქანის მაგალითად ვიყიდოთ ერთი დიდი პიკაპი. ერთი დიდი პიკაპი და ფორმატის შეცვლაში რა ვიგულისხმე ხა ცოტა შეიძლება დაგაბნი. ანუ ფორმატის შეცვლა არის ის, რომ მეც მინდა რომ სიურპრიზად დავხვდი აქ მაგ მანქანას. ანუ არ მინდა რომ ვიცოდე დაზიანება, არ მინდა რომ ვიცოდე რამდენი გადავიხადეთ. ბიუჯეტი 30-ია, მაგრამ თუ სიტყვაზე 25-ად ვიყიდეთ, ეგეც სიურპრიზად მინდა ბოლოს რომ გავიგო რა, რომ შევიძეთ და მოდელიც არ მინდა ვიცოდე რა. ანუ რამოდენიმე მოდელი ხო არის პიკაპი. ხო, კი, Toyota, Ford-ი აი. 30-ში ხო მოდის რაღაცა. კი, გააჩნია. Toyota, Ford-ი კიდე რაღაცა. Dodge, ბევრი ვარიანტია. Chevrolet. ოდ პიკაპი უნდა იყოს უეჭველი რა. უბიცა. აი, უხეში პიკაპი რო იყოს რა, ანუ კი შეიძლება წელში არ გავწყვიტოთ off-road-ში, იმიტომ რომ ნუ რეალურად მინდა რომ ეს პრინციპი და ეს საბურავები და რა დროშები ადრე აი ეგრე მქონდა ხოლმე, ჩემი Chevrolet ჯიპი რომ ყავდა, იმას ჩავა, დროშებს ვაფრიალებდი და მიმთელი გუნდი რომ მივდიოდი, ასწორებდა რა. ანუ ეგრე მინდა რომ იყოს, რაღაცებს გავულამაზებთ რა, ეხლა დისკები რა, ყველა მანქანაზე ვცვლით. ფირი შეიძლება გადავაკრათ, იმიტომ რომ რაღაც უფრო ბრუტალური რო იყოს, რაღაცებს გავუკეთებთ. ხო. მაგრამ აი ისეთი პიკაპი მინდა რა, აი როგორი პიკაპიც, აი გამორჩეული რო იყოს. ბევრი ვარიანტი შეიძლება, ძალიან ბევრი. просто ეხლა ჩათვალე უნდა განვიხილო, რამოდენიმე ვარიანტი პლუს აუქციონები ვნახოთ რა არაფაში გადის, როგორ და საუკეთესო რაც იქნება, ჩათვალე ის იქნება შენი სიურპრიზი. ხო, აი არ მითხარ. просто აი ვიყიდეთ, მითხარი. ვადები როგორ გვაქვს კიო, იმიტომ რომ ყველა შტატში სხვადასხვა ლოკაციებზე აი არის დროის ფაქტორი რა. შეიძლება თვენახევარში ჩამოვიდეს, შეიძლება 2 თვეში ჩამოვიდეს, შეიძლება 2 თვენახევარი დაჭირდეს და აი ვადა რომ ზუსტად მეცოდინება, ისეთ ლოკაციაზე მოვძებნი, რომ ძალიან მალე აქ ყავდეს მანქანა. შეჯიბრი ზოგადად სეზონი და შეჯიბრი იწყება ხოლმე სულ თითქმის აპრილში. ეხლა აპრილამდე აქ რო იყოს, სიტყვაზე პირველი ეტაპი რომ პრინციპით არ ჩავიყვანო, არაფერი არ დაშავდება მამეთ ეხლა და მერე დანარჩენი უკვე ტური ცოტა მერე იწყება და აი ტურისთვის უეჭველი გჭირდება. ეს ბარგი რო ეხლა ყველას კუპეებით რო წავ მანქანა ციხლი ჩაუტენო და ეგ არ გამოვა. და ეხლა მეორე მესამე ეტაპიდან ალბათ უკვე მანქანას მზად უნდა იყოს რა. ანუ ესე იგი სასტრაფოდ საყიდელი ყავს მანქანა. კი.
ამ ვიდეოს ახლა რასაც უყურებთ, რასაც წერთ, ცოტა გვიან დავდებთ და შეიძლება ამ ვიდეოს მერე უკვე ძალიან მალე ჩამოსვლის ვიდეოს კი დავდოთ. და ეს ლოდინიც რომ მართლა თქვენს რო ელოდებით ხოლმე 7 თვე, ეგრე არ გამოვიდეს, რომ ეგრევე საინტერესო რა გაიგეთ მანქანას ვიდეოს, მალევე დაიდოს მანქანის ვიდეო. დანარჩენი უკვე რო ჩამოვა. დანარჩენი მე. აბა, რა ვიცი, წარმატებები და აი მეც უკვე ისევ არ, აი მინდა რომ всё. დანარჩენს მე მივხედოთ. დაგირეკავ, ავჭალაში მიდი და იქ ნახე დანარჩენი. აზარი არა, всё. შენ ზარს ველოდებით. აბა. აბა კარგად. მოგეთ რობოს აი შეუსრულებელი, აუ რა ხდება? რაც სიცივია. შეუსრულებელი მისია დაუდე იქ, მაგრამ აი 4-5 წელია თანამშრომლობთ და პრობლემა არაფერზე არ ქონია. ამიტომ კი ნერვიულობ ცოტას, იმიტომ რომ მაინც შერუარჩევ მანქანას, აი ისე ხარ რა, იქ ათვალიერებ და რაღაც. მაგრამ საბოლოო ჯამში ნებისმიერი მანქანა, რომელსაც ყიდულობდით, მაინც რჩევას ვიღებდით კავკასიის ავტომობილს. აი რობო რო გეტყოდა რა, ეს მანქანა ღირს, ეს არ ღირს, მაინც ამათი გადასაწყვეტი იყო რა მანქანა შევიძენდი. ეხლა მხოლოდ ის არის, რომ ეს 3 თვე, 3 თვეს საშუალოდ ვიძახი დაახლოებით ეგ პერიოდი ჭირა ჩამოსას, რომ მეცოდინება რომ მანქანა ვიყიდეთ, მაგრამ ნანახი აი არ მყავს, ანუ ეგ ასატანი, ეგ სიურპრიზი უნდა დავიტოვო ჩემი თავისთვისაც. რა ვიცი, მე მგონი ყველაფერი აუხსენი, დავალება გაცემულია დავალება და მე ველოდები უხეშ პიკაპს. შეჯიბრისთვის და რა თქმა უნდა ტურისტს. ეხლა დავტოვოთ აქაურობა, მეც ჩვენ ვერაფერს ვეღარ ვიზავთ, მხოლოდ რობოს ზარს უნდა დაველოდოთ, რომ მითხრას, რომ აი ნაყიდია გიო. წავედით. დაუბრუნდით ისე ლუქს ავტოს, აღარ მინდა დაგაყოვნოთ, ეხლა შევდივართ და დასრულებული M4 უნდა განახოთ. უხეში დრაგსტერი უნდა განახოთ. ერთი სიტყვით BMW-ს მოყვარულები უნდა გაგიჟდეთ და Mercedes-ის მოყვარულები აი შურით უნდა გასწრეთ, მაგრამ უნდა მიხვდეთ, რომ ძალიან მაგარი მანქანა გამოვიდა. ისეთი შესავალი გაუკეთე, რომ აღარ მინდა ერთი წამითაც გავუდინო და წარმოგიდგენთ უხეშ M4-ს. დავიწყოთ ჩვენი M4-ის განხილვა, იმიტომ რომ დეტალურად მინდა განახო თუ რეები დავაყენეთ, როგორ დავბრენდეთ, რატო ავირჩიეთ ესეთი დიზაინი, რატო ავირჩიეთ ეს დისკები, რატო ავირჩიეთ ეს ტუჩი, კარნიზი და ერთი სიტყვით ყველაფერი მინდა აგიხსნათ ამ ვიდეოში. აი ეხლა რასაც უყურებთ, აქ უნდა აგიხსნათ ყველაფერი დეტალურად. აი ესეთი CSL-ის კარბონის ტუჩი ვიყიდეთ, მდინარაძესაც ეს მოეწონა, მეც ეს მომეწონა, დიდხანს ვარჩევდით, იმიტომ რომ არის სხვადასხვა ტიუნინგ კომპანიები უშვებენ სხვადასხვა დიზაინის და საბოლოოდ გავჩერდეთ ამაზე. არის კარბონის, ეს შიდა კარბონი რაც არის ბამპერში, ეგ მოყვებოდა თვითონ და ეს ხაურაც. ხაურას ხედავთ რომ არის შავი, იმიტომ რომ აი რაღაცა ერთმა კარბონმა უნდა გამაზოს ყოველთვის. ერთი 3 ხაურა ჩამოვიტანეთ, აი ეს გრილი ჩამოვიტანეთ 3 და 3-ვე იყო რაღაც გადასაგდები. აი საშინელება იყო და ბოლოს არა კარბონის ჩამოვიდა ესეთი ფორმის. რა თქმა უნდა კარბონის ვეცადეთ, იმიტომ ვიცოდით რომ გაგისწორდებოდათ კარბონი. ერთმა გადამზიდვა კომპანიამ გზაში დაგვიკარგა, იმიტომ რომ ესენი ხომ ჩინეთიდან მოგვაქვს ეს ყველაფერი და ერთმა გზაში დაკარგა, ერთმა აი ეს რაღაცა ჩამოგვიტანა, აი ესეთი ჩამოვიდა. ვიღაცას მოუხსნეს მანქანიდან, იმიტომ რომ ანუ გაფუჭებულია რა. რა მაგარი ხარისხია? ტიპებმა გაუწიეს ვიღაცას. ანუ სვეტში ხა შეიძლება კადრში არ ჩანს კარგად, მაგრამ აი ეს დაბოლოებები და ისენი რა, კარბონის ნამუშევარი, აი აქ ტალღები აქვს, არის ძალიან ცუდი.
ერთი სიტყვით ამის დაყენებას აზრი არ ქონდა. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ eBay-ზე გვეყიდა და ჩამოვიდა ესეთი შავი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავს არ ვიმართლებ, მე პირადად მომწონს შავი ცხაურა, ვინაიდან ცხვირი არის შავი მატი. მატოვი ცხვირი რო გავაკეთეთ. ეს რო ყოფილიყო სხვა ფერის, ბაზარი არა, აი კარბონი უფრო მოუხდებოდა. მოკლედ, მე ვიძახდი ესეთ რაღაცას. თუ აგრესიულობა გვინდა, ფოტო-ვიდეოში გვინდა რომ ლამაზი იყოს, მაშინ ცხვირი უეჭველი შავი უნდა დავტოვოთ მეთქი და ნუ ყვითელი განათება მდინარეზესაც უნდა და აი შავი ყვითელში მე ვთქვი რომ არის ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალური შერწყმა რაც შეიძლება გავუკეთო M4-ს. კი, შეჯიბრზე მაგალითად ახლა დრიფტზე ჩემი მუსტანგი უნდა ახლიდან და გადაუბრენდო, იმიტომ რომ მინდა რომ შორს რომ მანქანა დადიზდა თავის პლანში რომ ეხვევა, ცოტა მუქი ფერები არ ჩანს ხოლმე აი ტრიბუნიდან, ან ცოტა ცუდად ჩანს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვინაიდან დრაგზე ერთი სწორი ზოლი არის, სადაც უნდა ჩამოიაროს მანქანამ, გადავწყვიტეთ რომ ჯობია ფოტო-ვიდეოში ცხვირი უფრო მაგრად ჩანდეს, ვიდრე აი შორიდან რაღაცა ჭყეტელაფერი ყოფილიყო და ახლოდან ესეთი ბრუტალური არ ყოფილიყო. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ცხვირი უნდა ქონოდა შავი. რა თქმა უნდა, სპონსორის სტიკერი და აი ეს ორი დეტალი, რომელიც არ ვიცი, აი ჩაკუ და არ ქვია, აი შიგამოსულივით არის, როგორც იძახიან ხოლმე. აქაც რა თქმა უნდა უტყდ პირველი და გიოს ინსტაგრამი და რა თქმა უნდა ჩვენი სპონსორი. სპონსორებზე მე კიდე ბევრი მაქვს ალაპარაკო და მაგ ყველაფერს აგიხსნით თუ რაზე უნდა ვილაპარაკო. ეხლა გავაგზავნოთ კარნიზით, აქაც ხედავთ რომ კარბონის კარნიზი გვიყენია, სწორი ფორმის, აქაც იყო ბევრნაირი ვერსია. ამოწეულები რო აქვს უკან, წინ, რაღაცა ნახევრად რო გამოდის და ასე შემდეგ, მაგრამ მე ყოველთვის ვიძახი ხოლმე რომ კარნიზი, აი კარნიზი, რაც უფრო სწორია, უფრო დაბალს აჩენს მანქანას. დამპარებით შევცვალეთ, ანუ პრუჟინები შევცვალეთ, იმისთვის ეს მანქანა დაგვეწია, მაგრამ იმენა მიწაზე არ აგდია, ვინაიდან დრაგზე ცოტა სხვანაირი სტილი ჭირდება რა, ანუ დასტარტვის დროს ტრაკი უნდა დაგიგდოს და ეს რო ბოლომდე ძირს დავდოთ, ანუ უნდა დავიტანჯოთ რა და დრაგზეც დიდად კარგი არ არის. ამიტომ ისეთი რა, ნეიტრალური, კარგი ოქროშუალედი ვიპოვეთ და ისეთ სიმაღლეზე დავაყენეთ ეს მანქანა. მთლიანობაში მაინც დაბალია, თუმცა კიდე უფრო დაგდება შეიძლებოდა ამ ტრაკის. ჩვენ არ ვჭირდებოდა და დავტოვეთ ესე. უკანა მხარეს აი ეს დიზაინი მოდის, ლურჯიდან უკვე ბოლოში წითელზე გადმოდის და აქეთ პირიქით წითლიდან იწყებოდა და ბოლოს ლურჯზე გადმოდის უკვე. აქაც დიფუზორი უკვე შევიძინეთ კარბონის, ყველაფერი კარბონისა, ეს დიფუზორის გაგრძელებაც მოდის, აი აქ ლამაზად ამოდის, აქ ჭრილი აქვს. ერთი ზოგი აქაც იგივე დაუბრუნდები, რომ ძალიან ბევრნაირი ვარიანტი არის. აი ეს არის უკვე თქვენი გემოვნების თუ როგორი კარნიზი გინდათ, ტუჩი გინდათ, ცხაურა და ასე შემდეგ. ეს ისეთი პოპულარული მანქანაა, რომ ბევრი ტიუნინგ კომპანია, ატელიე, არ ვიცი რაც გინდათ ის დაუძახეთ, უშვებს ამის aftermarket ნაწილებს. ამიტომ მხოლოდ თქვენ გემოვნებაზეა, რომელ ნაწილებს იყიდით. ეს დიფუზორი მე მომწონს, ხა კარბონის ეს გაწეული გვერდებით, რავი, მე მგონი თქვენს უნდა მოგეწონოთ. აქაც ჩვენი სპონსორი სტიკერი, სპოილერი, ხო, სპოილერზე მინდა გელაპარაკოთ, სპოილერიც კარბონისაა, თუმცა პატარა სპოილერი გვიყენია. ვინაიდან ეს მანქანა არის დრაგსტერი, დიდი სპოილერის დაყენებას დიდად აზრი არ აქვს 402 მეტრზე და გადავწყვიტეთ რომ დიდი სპოილერი არ დაგვეყენებინა, რავი, მოჭიდება ისედაც აქვს ამ მანქანას, იმიტომ რომ 4-ვე წამყვანია და ის სპოილერი უბრალოდ შეგვაფერხებდა. ნუ ბევრს დიდი სპოილერი მოწონს, ვაღიარებ რომ ეგეც ძალიან თესლობა იქნებოდა, ანუ ვერ ვიტყვი რომ ეხა დიდი სპოილერი არ მოუხდებოდა, ზოგს დიდი სპოილერი უფრო მოწონს, მაგრამ ვინაიდან ამ მანქანის ერთადერთი დანიშნულება ის არის, რომ დრაგზე უნდა გამოვიყენოთ, გადავწყვიტეთ, რომ თავისი ქარხნის სპოილერი საკმარისია დიზაინისთვის. სარკეებიც კარბონია, გარედან ხუფები რა თქმა უნდა კარბონის საყენია, ნუ ერთი სიტყვით, ჭერის ეს კარბონია, ამაზე არაფერი არ შეგვიკვეთია ეს მოყვება კარბონის ჭერი და ბოლო ყველაზე ტკბილი ლუკმაო ნათქვამია, ეს არის დისკები. ეს დისკები არის ჩვენი შეკვეთილი, ან ჩვენი შეკვეთით დამზადებული, ან სპეცზაკაზია პირდაპირ გეუბნებით, აი ეს სიტყვა სპეცზაკაზი ყველას ელოსება ხოლმე. იმიტომ რომ ეს არის უხეში ტესტ დრაივის დისკები. არ გეგონოთ რომ მხოლოდ ხუფი შევუკვეთეთ და სხვა დისკს გადავადეთ UTD არ არის ეგრე, იმიტომ რომ თლიანად დისკზეც UTD წერია და ჩვენი მონაცემებით გააკეთეს ეს დისკი და მაგ მონაცემებზეც მინდა ვისაუბრო. რატო არის ეს დისკი ხარისხიანი და რატო არ არის იაფიანი? იმიტომ რომ ვინაიდან ჩვენ გვინდოდა შეწეული გულით, ანუ შეწეული გული უნდა იყოს უკვე ნაწრთობი დისკი, აი კოვანი დისკებს რო ეძახიან, ხო? ეგ პროცესი უფრო რთულია და რა თქმა უნდა ფასს აძვირებს. თუმცა ჩვენ გვინდოდა რომ ყოფილიყო გამძლე, მაგარი და ნაწრთობი. და რა თქმა უნდა ესეთი დამზადებული დისკი არის ბევრად მჩატე. ანუ მარტივად რო გითხრათ რა, ფასი კი ძვირდება, შეიძლება რაღაც ესეთი დიზაინის დისკი იპოვოთ, მაგრამ დიზაინში გულისხმობ, რომ აი უბრალოდ ესეთი ქიმი ქონდეს. შიგნით შეწეული არ იქნება, ანუ შეზნექილ, გამოზნექილ, გადაზნექილს რო ეძახით, იმიტომ რომ ეგ რო გააკეთო, აუცილებლად ნაწრთობი უნდა იყოს.
იმიტომ არის რომ რაღაც დისკებს რო ნახულობ ინტერნეტში მოგწევს და მე აქ რომ მიდიხარ და იაფად ყიდულობ, ეგეთი არ ხდება, იმიტომ რომ ეს გული არის გამოწეული და ეს დისკები იჩიტება ტაფასავლით. მაგას არ ჭირდება ესა გამოწორთობა, ამაგას არ ჭირდება კოვანობა, იმიტომ რომ როდესაც გული გამოწეულია და დისკის სისწორეზე არის, უძლებს და როცა უკვე გული შეწეულია, შიგნით ვეღარ უძლებს ჩვეულებრივი დისკი თუ ნაწრთობი არ არის, ანუ ის მასალა თუ ნაწრთობი არ არის და მერე ტყდება. ერთი სიტყვით აი ესეთი სპეცზაკაზე უხეში ტესტ-დრაივის დისკები ჩამოვიტანეთ და სამომავლოდაც ვფიქრობთ, რომ შეიძლება სხვადასხვა დიზაინის ჩამოვიტანოთ ხოლმე ჩვენ მანქანაზე დავაყენოთ და ნუ მაინც და მაინც ახლა ხალხსაც თუ დაევასებო რა ჩვენს დაგვითრიო, რავი შეიძლება გავყიდოთ კიდევაც ან თუ მოგეწონებათ ჩვენი დისკები. ეგ იყო ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული დეტალი ამ მანქანაზე. ასევე მინდა გითხრათ, რომ უამრავი ნაწილი, რაც დავჭირდა ევროპიდან ჩამოვიტანეთ, ვინაიდან ევროპული არის ზოგადად BMW იქ იშოვება ეს ნაწილები და პოლონეთიდან გამოგვიგზავნა ჩვენმა მეგობარმა ეს უამრავი ნაწილი. ევროპარს ჯორჯიას თქვენ შეგიძლიათ შეეხმიანოთ ხოლმე თუ რაღაც ნაწილს ვერ პოულთ და იცით რომ ევროპაში შეიძლება იპოვოთ ეგ ნაწილი და თქვენ დახვდებით უკვე თბილისში და დააყენებთ თქვენ მანქანაზე. როდესაც ეს მანქანა ავაწყეთ, კიდე ერთი პრობლემას წავაწყდით, ეს იყო კაბელები, არ ვიცი, ვიღაცა მივიდა კურსაჭი, გადაჭრა იქ ბამპერის კაბელი არ მოეწონა, გადაჭრა იქ საბარგულში არ მოეწონა, გადაჭრა, ანუ განა რამე იყო დაზიანებული. ანუ ტიპი მივიდა და ჩაჭრილი ქონდა ყველაფერი. არ ვიცი, რაში შეუშალა ხელი, მაგრამ აი დედა უტირა, აი ესე იყო გადაჭრილი პირდაპირ კურსაჭი. ერთი სიტყვით მაგ ყველაფერზე ვოვა დაგვეხმარა, იმიტომ მაგას გამართვა ჭირდებოდა, მარტო შეერთება არ არის კაბელით, მე კომპიუტერში ყველაფერი დაზბროსა, დაათვალიერა, რაღაც აგვიმუშავა, ყველაფერი გაგვიმართა და ვოვა, ნუ ეხა ბევრმა იცით ჩვენი ვიდეოებიდანაც და ისედაც ბევრმა იცით, რომ BMW-ზე თუ რამე პრობლემა გაქვს, ვოვას შეუძლია რომ ეს შეაერთოს იმენა დიაგნოსტიკა და ყველაფერი გაგისწოროს. აი 8-ზეც იყო დავიხმარეთ ვოვა, სუპრაზეც დაგვეხმარა ვოვა და კიდე უამრავი მანქანა ყავდა მიყვანილი BMW-ს რაც შეეხება ვოვასთან და აი რაღაცა პრობლემები თუ გვაქვს ხოლმე, მაგებს ყველაფერს გვიგვარებს. კიდე ვოვამ გვაჩვენა, ეგ არც გვახსოვდა, ამ მანქანას აქვს ჩაწერილი თავისი ავარია და ეგ ვოვამ გვაჩვენა, ეხა ჩავდეთ ჩიგნი და დამახსოვრებულია ეგ ვიდეო და შეგვიძლია ერთად უყუროთ. აპში შევიდეთ. აჰა, ყველაფერია იმა, ფოლდერია გამზადებული და პირველივე ვიდეო არის. ესე ჯიგარსონა მიგაზავდა ამერიკაში, არ ვიცი რას ფანდურავდა, ხანიქით გადავიდა, ხანაკეთ ანუ მართლა რასაკეთებდა ვერ გავიგეთ, მაგრამ ფაქტია რომ ბოლოს წყდება. და გადავარდა ბალახში, ცოტა გათხარა. ანუ აქედან აი მე თვლი რომ 100%-ით შემიძლია დაურწმუნდე იმაში ამ ვიდეოდან გამომდინარე, რომ ძრავი ვერ დაზიანდებოდა და ტიპებმა რაც ამ მანქანის ყიდვაზე ვთქვი, რომ ანუ ამოიღეს და სხვა ძრავი ჩადეს უბრალოდ და გაატოტალეს და გაყიდეს. ძრავი ვერ დაზიანდებოდა, იმიტომ რომ ეგეთი გადავარდნენ, რა ვიცი, აი დრიფტის ვარჯიშზე რა 1-5 კაცი ეგრე ვარდებით ხოლმე. ანუ ეგ იყო არაფერი, ნაკაწრი იყო. ამიტომ იმ ტიპებმა რაღაცები იჩალიჩეს, იხიმანდრეს, ძრავი ამოაგდეს, ფული დაითრიეს, ადაზღვეულდა, რაღაცები ფანდურავეს და გამოვიგზავნეს ჩვენ, მაგრამ ეხა ამ ვიდეოს რო ნახავთ, გამოდებიან, ისეთი მანქანა გამოვიდა, ამ მანქანისგან ისეთი მანქანა დავამზადეთ. სალონზეც ორი სიტყვით მინდა ვთქვა, რომ აი გაკრიალებული, ანუ ისეთია ჩაჯდომა არ მოგინდება, აი უნდა გააყო კარი და უყურო რა, აი ყველაფერი ბზინავს, კარბონებში უხეში ჯო ჰელი უკვე გამზადებულია, ყველა კომპეტიშენი აქვს, წარწერა ემოტი, აი რა გისულო და გულ, ამაზე მაგარი რა შეიძლება, რავი, ეხა გაგვეძრო ჩვენი არხისთვის, ამ მით უმეტეს ამის გაძლიერებას რო დავიწყებ, წარმოვიდგინეთ, ეს ვიზუალი, ეს სალონი და უცებ 1000 ცხენი, ანუ ეს არის, რა ვიცი, აი სოფლიო დონის პროექტებს ვაკეთებ, ყოველ შემთხვევაში მე ეგრე ვთქვა. საქართველოშიო ტოპ რაღაც კონტენტს გთავაზობთ და მანქანების გაკეთებას, მაგაში დავწუნდა და ალბათ თქვენ კომენტარებსაც რომ ნახულობ ხოლმე, ალბათ თქვენს ძალიან მოგწონთ და მე მგონი სოფლიო დონის რაღაც პროექტებსაც ვეჭიდავებით. ცოტა აი სიაში ვარ, ცოტა ბოლდან ზევით მიათეზე ვარ ალბათ. ანუ აქ ფირს რასაც უყუროთ, ეხლა ლუქს ავტოში რაც გავაკეთეთ, ეს არ იყო უბრალოდ რომ ამოვბეჭდეთ და დავაკარით და ვაუ, მაგარია. ანუ აქ არის ნაფიქრი ავტოსთან ერთად კი განახეთ, რომ სათითაოდ აეწყო, ეს კუბიკები ავტომა აწყო, სათითაოდ, ეს ის არის, რომ სურათი ვნახეთ და ამოვბეჭდეთ. აი სათითაოდ აწყო ეს ყველაფერი. პლუს მაგას ლამინირება აქვს გაკეთებული ამ ფირს, ლამინირება მეც აქამდე არ ვიცოდი და ნიშნავს რას? ლამინირება კეთდება იმისთვის, რომ არ გახუნდეს, ფერი არ დაკარგოს, დამცავი ვით არის თვითონ იმ ფირის, რომელიც ამოვბეჭდეთ და დავაკარეთ და თან პლუს მაგას აი ესეთი პატარა მატი ვიზუალი დაამატა მაგ ლამინირებამ. ერთი სიტყვით, ანუ
ანუ მთლიანად მანქანა რო შეხედო არის მატოვი, ლამინირებული და თავის თავს იცავს ერთი სიტყვით. ეგეც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, იმიტომ რომ ეს ჯერ დიზაინის გაკეთება მერე, გადაკვრა მერე, გადაკვრა ლამინირების გაკეთება, გაპრიალება, იშუშების ჩამუქება და ანუ ერთი სიტყვით ლუქს ავტოში გადაკვნენ და ამ მანქანას რასაც ხედავთ, ლამაზად რომ გამოიყურება, აქაურობის დამსახურება. Valvoline-ის ხედავთ, არა მარტო უკანა ბამპერზე, არამედ წინ მთლიან კაპოტზეა, ასევე Mustang-ზე ზუსტად ესე მთლიან კაპოტზე Valvoline მიყვრია. Valvoline ჩვენი მეგობარი სპონსორია, ანუ სპონსორს უკვე ვეღარ უწოდებ Valvoline-ს, იმიტომ რომ აი ამდენ ხნიანი ურთიერთობა გვაქვს და ну, არ ვიცი, ყველაფერში მოვყვებიან, მაგზეს ვასხავთ ყველა მანქანაში. ეს ის არ არის რომ რაღაცა ყველაზე მაგარი ზეთია და სხვა ზეთი ცუდია. არა, უბრალოდ ჩვენ, აი 7 წლის მანძილზე ვტესტავთ მაგზეს, აი გვისხია ყველა მანქანაში. Drift car-ში, Dragster-ში, სახლის მანქანაში, რა ვიცი, სათესლაო მანქანაში და ყველაფერში და ჯერ პრობლემა ზეთის გამო არაფერზე არ შექმნია. ამიტომ Valvoline-ს ესეთი განსაკუთრებული ადგილი აქვს ხვირზე. და რა თქმა უნდა, მაგას თქმაც კი არ ჭირდება, ამ ძრავის გაძლევებას რო ვაპირებთ, Valvoline უნდა ჩავასხათ და რაღაცა ნახევარი, ანუ ეს იმედის 50% ზეთზე გვაქვს ხოლმე, რომ მაგ ზეთმა უნდა დაიცვას ეს ძრავი და რა ვიცი, მეტი უკეთესად ვეღარ ავხსნი მაგ სიტუაციას. 7 წელი ვტესტავთ ყველა ძრავს Valvoline-ის ზეთზე და ჯერ ძრავი ჩვენ არ გაგფუჭებია და ხა რასაც უკეთებს მანქანას, მე მგონი კარგად ჩანს, მაგას ახსნა აღარ ჭირდება. და აქაც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სტიკერი ეს არის Betson Sport-ი. და ეხლა აგიხსნით თუ რა არის Betson Sport-ი. თქვენ ალბათ გახსოვთ ადრე მანქანაზე გვეკრა Europop-ი. Europop-ი Betson ჯგუფის გლობალური ბრენდის ნაწილი გახდა. Betson Sport-ის სახელით ჩვენ უკვე გლობალური პლატფორმის ნაწილი ვხდებით. ახალი მიღწევებით, ახალი მიზნებით და ახალი გამოწვევებით. Betson აზარტული თამაშების ერთ-ერთი წამყვანი შვედური კომპანიაა. სხვადასხვა კლუბების გარდა ისეთი გრანდების გენერალური სპონსორია, როგორებიცაა მილანის ინტერი. ბრენდის ამბასადორები ამჟამად Francesco Totti, Ze Roberto და Mario Alberto Iepesi არიან. და რა თქმა უნდა, მე შეუერთდი და მეამაყება. გიორგი სარიშვილის წერია იქ უკვე პატარა შრიფტით. Europop-ი 2015 წლიდან Betson გრუპის წევრია, რომელიც ინდუსტრიაში ნერგავს სიახლეებს და ინოვაციებს. როგორც ჩვენ, ვიღაცები ელოდებიან გაზაობას, რომ ეხა ამოვქოქა და ეგ გაზგათხელი გავარდები აქედან, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ამ ვიდეოს დანიშნულება იყო, რომ გვენახებინა დასრულებული ავტომობილი, აი ესე გამოიყურება, აი სირთულეები გადავლახეთ, რაც შეხვდა და მომდევნო ვიდეოებში, რა თქმა უნდა, ამითი მარტო გაზაობას ვაპირებთ. ამიტომ გაზაობა იმდენი იქნება და იმდენ M4-ს ნახავთ, ანუ ამ მანქანას იმდენჯერ ნახავთ, რომ უკვე აი აღარ მოგინდება დანახვა. დაველოდოთ სხვა ვიდეოს, რა თქმა უნდა, გაზაობას ჩვენ არასდროს არ მოგაკავთ. და დაპირებული გათამაშება ვისოლისგან. ვისოლმა გადმოგცა ჩვენ საწვავი და ჩვენ უნდა გავათამაშოთ ჩვენს გამომწერებს შორის, ანუ თქვენთან. დღეს გამოვავალთ ორ გამარჯვებულს, რომლებსაც ჩვენ გადავცემთ 100 ლიტრ საწვავს, რომელიც დაგვიწესა ვისოლმა. მოემზადეთ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ეს გათამაშებები გრძელდება და ამ ვიდეოზეს უნდა დააკომენტაროთ. ყველა ვიდეოზე უნდა დააკომენტაროთ ნებისმიერი კომენტარი, რაც თქვენ გაგიხარდებათ. ჯამში 600 ლიტრი გვაქვს, თუმცა ამ ვიდეოში მხოლოდ 200 litrს გავათამაშებთ. მომდევნო თვეებში შემოგთავაზებთ 200 litrს. ეხლა უკვე შეგვიძლია გათამაშება დავიწყოთ. ძალიან მარტივად ვათამაშებთ ხოლმე პრიზებს უხეშ ტესტდრაივის არხზე. ლინკებს ავიღებთ, ჩავაგდებთ აქ, უკვე კომპიუტერი თავისით გამოავლენს გამარჯვებულს და ჩვენ გადავცემთ პრიზს. ამ შემთხვევაში 100 ლიტრი საწვავი ვისოლისგან. გათამაშდება 200 ლიტრი და 2 გამარჯვებული გვეყოლება. მარტივად, აი ესე მოვიდეთ, დავიწყოთ, რა თქმა უნდა, 36-ით უნდა დავიწყოთ. აჰა, ავიღეთ. გაფილტრავს კომენტარებს, ნახავს თვითონ და ერთ გამარჯვებულს ამოგვიდეს. Facebook-ზე უნდა მოგწეროთ, Instagram-ი, რაღაცა TikTok-ი, მეილი, რაღაც დეპეშა, რაღაც ფაქსი არა. მხოლოდ და მხოლოდ Facebook-ზე უნდა მოგწეროთ. რა თქმა უნდა, ამას გადავამოწმებთ. ბევრი იწერება ხოლმე, რომ აი მე მოვიგე და რეალურად არ არის ხოლმე გამარჯვებული და ამას ვამოწმებთ და არ დავღალოთ არც ჩვენ და თქვენი თავიც არ დაიღალოთ. მხოლოდ გამარჯვებულებმა მოგწერეთ. ჯერ იფილტრება კიდე, იფილტრება. 2000 კომენტარია, 2400, 2500, 2600, 2700, ერთი სულ ძალიან ბევრი კომენტარი ქონდა 36 ვიდეოს და კარგი გამოხმაურება ქონდა, ეგ კომენტარები წავიკითხე, რა თქმა უნდა, მეც ვიცოდი რომ მოგეწონებოდათ ეგ ვიდეო, რაღაც ნოსტალგიაში გადავარდით ერთად და 36-ზე მაინც მეთქრება. 3800 კომენტარი, 3900 კომენტარი, 4000, ამას ცოტა დრო დაჭირდება და უნდა დაველოდოთ.
ასევე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი შეჯიბრებებისთვის ძალიან მაგარი სიურპრიზი გვაქვს ჩვენი აუდიტორიისთვის, ჩვენ ვინც გვიყურებს, იმათთვის კარგი სიურპრიზი გვაქვს და მაგას მერე სხვა ვიდეოში გეტყვით თუ რა სიურპრიზი გვაქვს. 6904 კომენტარი და აქ აწერია არჩიეთო გამარჯვებული. 1, 2 და 3. გილოცავ Facebook-ზე უნდა მოგწერო, ჩვენ გეტყვით თარიღს თუ როდის შეგეძლება მოსვლა და აღება ამ საჩუქრის 100 ლიტრი სუპერის. ეხლა ეს გავთიშოთ, გილოცავ აი ერთ კომენტარში. ეს გავთიშოთ და ეხლა ავარჩიოთ სხვა ვიდეო. ავიღოთ ეს ვიდეო. დავაკოპიროთ. და დავარეფრეშოთ. აჰა, всё. გავფილტროთ აქაც. და ისიც უთხრათ რომ ორჯერ დაკომენტარებოს აზრი არა აქვს ერთ-ერთი ვიდეოზე და თავს ნაკლავ. იმიტომ რომ ეს პროგრამა ფილტრავს მაგას, ასე იუზერებს არჩევს კომენტარების მიხედვით. აქაც 1000 კომენტარია უკვე, 1200, 1300, ზეპიათ არ მახსოვს ამდენი კომენტარი ქონდა, მაგრამ საკმაოდ ბევრი კომენტარი დაიწერა ამ ვიდეოზე. ეს ყო ჩინური ლისიანი. ამ ვიდეოზე დააკომენტარეთ, გათამაშება არ დასრულებულა, გრძელდება, მომდევნო თვეშიც გავათამაშებთ კიდევ 200 ლიტრ სუპერს, რომელიც მოგცა ვისომა 2369 კომენტარი. აქაც შეგვიძლია მარტივად დავაჭიროთ და გამოვავლინოთ გამარჯვებული. 1, 2, 3. იკა, შენც უნდა მოგწერო Facebook-ზე, Facebook-ზე გეტყვით თარიღს, დროს, ადგილმდებარეობას, მოხვალ და გადმოგცემთ შენ პრიზს, რომელიც გავათამაშეთ ჩვენს უხეშ ტესტ-დრაივის არხზე. ძალიან დიდი მადლობა, რომ აქტიურობთ ჩვენს არხზე. გამოიწერეთ არხი, ვისაც გამოწერილი ჯერ კიდევ არ გაქვთ. დააკომენტარეთ, დაალაიქეთ და ჩვენ აუცილებლად შემოგთავაზებთ ხოლმე კარგ და საინტერესო ვიდეოებს. იმდენი ხანი ვაწყობდით ამ ემოთხს, იმდენი ხანი ვაწყობთ და ძალიან ბევრი რაღაც მოხდა. აი ძალიან ბევრი რაღაც მოხდა. ახალი წელი იყო 2025 შევხვდით. ამერიკაში ტრამპი გახდა პრეზიდენტი, კვარაცხელია სხვა გუნდში გადავიდა სათამაშოდ და ჩვენმა ნაცნობას არ დააყოვნა და გააქანა და გამოგვიწვია ჩელენჯი YouTube-ზე. გამოწვევის ვიდეოს აქვე დაგიდებთ, ბევრს ნანახი აქვს, უკვე წერენ რომ გამოგიწვიესო YouTube-ზე ჩელენჯიო და იმედი მაქვს რომ ნიკა უხეში პასუხისთვის მზად ხარ, იმიტომ რომ ჩვენ YouTube-ზე უპასუხოთ არავის არ ვტოვებთ. ეს უცხო იქნება ნაცნობით უცმაკაცი, YouTube-ზე ჩვენ ყველას უხეშ პასუხს ვუბრუნებთ. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რომ მაინც საქმის გულში იყოთ, ვინ გამოგვიწვია ჩელენჯი. ლინკი აღწერაშია, მე ის გადამჩენია დაგემშვიდობოთ. აი, მართლა სიამაყით წარმოგიდგენთ ამ მანქანას, იმიტომ რომ ძალიან მოგწონს და ბევრი ვიწვალეთ, ძალიან დიდი დრო გავიდა, ვაკეთებდით, ისეთი გვინდოდა გამოსულიყო, რომ აი თქვენ მოგწონებოდათ. ამ მანქანას ერთადერთი რაც დარჩა, ეს არის ზრავის გაძლიერება. ანუ ავტომობილი უნდა გავაცილოთ. ამიტომ აქედან როგორც კი ამოვქოქავთ, ჩავა GT Performance-ში და დავიწყოთ უკვე მუშაობას იმაზე, რომ ამ მანქანამ 1000 ცხენის ძალა გამოიმუშაოს. ასევე მომდევნო ვიდეოში ნახავთ თუ როგორ ვაძლიერებთ ამ მანქანას, რა მანქანა შევიძინეთ რობოტს დაგვაწევს და უკვე გვეცოდინება რა მანქანა ჩამომივიდა. და პლუს მაგას ჩვენ შეჯიბრებებზე ინფორმაციას მოგაწვით, ტესტ-დრაივებს მოგაწვით, რა თქმა უნდა, M4-ის გაძლიერებასაც მოგაწვით, ის მანქანა რომელიც ჩამოვა, იმასაც გავაკეთებთ და გავალამაზებთ, როგორც ეს მანქანა გავალამაზეთ და პლუს Lux Auto-ში კიდევ ერთხელ Mustang-ი გადაიბრენდება, უფრო კაშკაშა ფერები მინდა, ვინაიდან ახსენე რომ დრიფტზე მინდა შორიდანაც ლამაზად ჩანდეს. ანუ შავ-თეთრი ფერები სმაგივად მინდა შემოვიტანო სისხლიანი, სისხლის წითელი ფერები. ამიტომ დაელოდეთ ჩვენ ვიდეოებს. ჩვენ დაგიბრუნდებით ძალიან მალე. დროებით მომავალ შეხვედრამდე.